ლუზერი რადიკალი, ასე შეაფასა დღეს კახაკალაძე, მამუკა ხაზარაძე, მართული გუნდის წარმომადგენლების სამიზნე ისევ არის ეს ოპოზიციური პარტია. კახაკალაძემ დღეს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მწვავედ ლელოს თავმჯდომარე, ასევე მის შესახებ ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც ამბობს, რომ სხვა გზა არ რჩება უბრალოდ ქართულ ოცნებას, გარდა იმისა, რომ ისაუბრონ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებზე და მათ შორის ლელოზე, თუმცა ქართული ოცნების შეფასებით ეს არის ერთ-ერთი პატარა პარტია, რომელსაც არავით არის რეალური შანსი და შესაძლებლობა არ გააჩნია სერიოზულ შედეგს მიაღწიოს 2024 წლის არჩევნებში. მამუკა ხაზარაძე არის ჩვეულებრივი ლუზერი რადიკალი, არაფრით არ განსხვავდება იმ რადიკალებისგან, რომელიც დღეს პოლიტიკურ ველზე წარმოადგენენ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, ანუ სახელები ქვია სხვადასხვა, თუმცა რეალობაში ეს ყველა მიშაშვილები არიან. წლების წინ მათ სხვადასხვა ფუნქციები ჰქონდათ, თუ რა ფუნქცია ჰქონდა, ვაჟბატონს ძალიან კარგად ვიცით და რა სიბინძურით იყო დაკავებული. სამარცხვინო ასეთი ადამიანები საერთოდ პოლიტიკაში კი არა, პოლიტიკაზე ვერ უნდა საუბრობდნენ. აი ეს არის ჩემი დამოკიდებულება, უნდა დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება ისეთ შედგება და ისეთი ძლიერი იქნება, ასეთი ბინძური ადამიანები პოლიტიკას ვერ გაეკარებიან ვერასდროს. ჩვენი განცხადებები კი არ ეძღვნება, ჩვენი პასუხები ეძღვნება კითხვებს და ეს კითხვები მოდის ლელოს კუთვნილი ტელევიზიებიდან. ჩვენ ვიცით, რომ ლელო უკანონო არალეგალურად აფინანსებს სხვადასხვა მედიებს აფინანსებს და ეს მედია საშუალებები, პარტიული მედია საშუალებები აქტიურებენ ურეიტინგო პარტიის საკითხებს. ეს არის საერთაშორისო შედეგი. ვიღაცაზე ხო უნდა ვილაპარაკოთ, რა ვქნათ, ჩვენთან ყველა ოპოზიცია ურეიტინგოა და მაშინ საერთოდ არავის არ უნდა ვილაპარაკოთ და რახან პოლიტიკური საკითხები არის ხოლმე კითხვების დაისვრის ხოლმე, ამიტომ გვიწევს პასუხი. ქართული ოცნების ერთგვარი თავდასხმა ლელოზე ამ პარტიის წარმომადგენლებმა გაიგეს ისე, რომ ქართულ ოცნებას ეშინია ლელოსი, რადგან ამ პარტიას აქვს მზარდი რეიტინგი. დღეს დავით უსუფაშვილმა ისიც თქვა, რომ ქართული ოცნების ინტერესია, რაც შეიძლება ბევრი და პატარა სუსტი ოპოზიციური პარტიები არსებობდნენ ქვეყანაში, რომელსაც სწორედ ლელო ეწინააღმდეგება. ეს არ არის დღის წესრიგი, ესაა თვის წესრიგი. თუ გადავლებთ თვალს გასული თვის და ორი თვის სახელმწიფო, ასე ვთქვათ, შავ პიარ სტრატეგიას, ეს მიმართულია ლელოსკენ და ლელოსთან დაკავშირებული პირებისკენ, ვის ესხმიან ძირითადად ხოლმე თავს, ვისგანაც ელიან საარჩევნო საფრთხეს. ლელო ყველა შენიშნავდით, რომ ბოლო თვეების განმავლობაში არის განსაკუთრებულად მობილიზებული, განსაკუთრებულად აქტიური და განსაკუთრებულად მზარდი პოლიტიკური ძალა. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული დასაბუთებული ამბიცია, რომ ვიქნებით მომავალი სახელმწიფო კოალიციის ერთ-ერთი წამყვანი ნაწილი. რა თქმა უნდა, ოცნებას ეს არ სურს, ოცნებას სურს, რომ ხედავდეს სუსტ და ბევრ პარტიას. ლელოსთან დაკავშირებით ამ ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ განცხადებები დღეს სხდომათა დარბაზში სესიაზეც გაკეთა ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან.